დილამშვიდობისა მეგობრებო, თუ არ მოგწყინდათ ჩემი საუბარი, გავაგრძელებ ერთ საკითხზე, თქვენთვისაც საინტერესო საკითხზე. მაოძედუნმა უთხრა მიქოიანს, თქვენი ხმალი გააგდეთო ხელიდანო, რომლითაც ჩვენ მტრებს თავს ჭიდითო. ხო და ისო უცბად ჩვენ ტერმა აიღო და ეხლა ჩვენ გვიმისდებენ მაგ ხმალსა და იქვით გვაჭრიან თავებსო. და ეხლა თქვენ როგორ შეიძლება რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ თქვენზე მუშაობაო და ურთიერთობაო, თუ არ გაუქმებთ თქვენ მე-20 და 22 ყრილობების დადგენილებები პიროვნების კულტზე და ამ სტალინიზმზე და არ შემობრუნდითო ამ მარქსიზმ-ლენინიზმის გზაზეო და სოციალიზმი არავაშენეთ ერთად. ისევ მე ვერაფრით ვერ დავიწყებ ახალი ფურცლიდან თქვენთან თანამშრომლობას. და მე ვფიქრობ, რომ რო ვერ დავალაგეთ ჩინეთთან ურთიერთობა და ეს დღეს და გუშინ გამომჟღავნდა კიდევ ლავროვის მოხსენებიდან, რომ ჩვენთან მოკავშირე არ აგვყავთ, არჩით მარტო პირისპირ გაერთიანებული ევროპასთან და ამერიკის წინაშე მარტო ჩვენი ფლოტის, ჩვენი არმიის და ჩვენი ავიაციის იმედად. დანარჩენი ჩვენ არავინ არ გვეხმარება. რა თქმა უნდა, ცოდვა არის რუსეთიც, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ თავიანთ თავს იღუპავენ და ძალიან დიდი უთანხმოება და ძალიან დიდი გულისწყრომა არის გამოთქმული რუსეთშიც და ძალიან პირშივე ეუბნებიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. და მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ ჩვენს ხელისუფლებასაც მე არ გეგონოთ, რომ ოპოზიციონერი ვარ ხელისუფლების და მაგრამ მე ხო ვიყავი, მე ხო მისავარ, რომელიც მოდივარ რამდენი 50-იანი წლებიდან დღემდე თანამდებობაზე ვიყავი რა. ეხლა ეს 10 წელიწადია რაც არ ხო ვიცი საიდან მოდივარ, სადა ვარ და საითკენ მიდის ეს ქვეყანა. 4 დღეა რაც მე დავდე რომანოვების სასახლეზე გადაცემა ამ სოციალურ ქსელებში. 100,000 გადააჭარბა მოწონებამ და 200-300 პოსტი დაიდო, რომ ეს რა ხდება, ეს რა არის, ეს როგორ არის და როგორ მიიტანა გულთან საზოგადოებამ რა. კაცსა დაურეკია, კაცი არ ჩამოსულა, მართლა ასია კაცო, ხო უნდა იკითხოს ვიღაცამ რა. რო დაიწვა, ესე იგი რო დაიწვას, ისე კაცი არ არის ჩამოსვლელი, თუ როგორ არის ეხლა ვინ უნდა მიაწოდოს აქედან, ესე იგი ისა ამბავი რა, მე პატარა ბიჭი ვარ, ან ჭკვაზე გადასული ვარ, ან რაღაცა, რომ ვეუბნები კაცო, რომ აი ესეთი რაღაცა არის, ხო? და როგორ არ უნდა ჩამოსულიყო კაცო ეს კაცი. ეხლა მე რას ვამბობ, იცი? მე განა იმ შეცდომებსა და იმ გადაცდომებს ვერ ვხედავდი, რაც გასული წლის 29 აპრილამდე იყო, ძალიან კარგადაც, მაგრამ არასოდეს არ მithქვია. მაგრამ 29-ში რომ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და კონსტიტუცია ჩამოაყალიბა, ახალი კონსტიტუცია თუ როგორ უნდა იცხოვროს მომავალში საქართველო და აშკარად დავწმუნდი, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. მაგრამ გადის მომენტები, კაცო, აი ეხლა გამოვლ გინდა თუ არა კაცო, კომუნისტებიო, აი ეს კომუნისტურიაო კაცო,
კომუნისტურზე უფრო ძნელი ეპოქა არ გამოიარეთ ეხლა 12 წლისა 2013 წლამდე ის 9 წელიწადია კომუნისტურზე უფრო ძნელი არ იყო ჩუდი არ იყო ვინმე ეხლა ამაზე დამარწმუნებს ამაში რომ საზღვაო ქვეყანას პორტი არ აქვს ამაში ვინმე დამარწმუნებს რომ ეს უფრო კარგი იყო ვიდრე იყო ჩვენი თვითმფრინავებით იბრძვის ახლა მთელი მსოფლიო სუ 24 სუ 25 სუ 27 სუ 47 რაღაც ხო აი იმ თვითმფრინავებს ჩვენთან ვაკეთებდით ჩვენთან 31 ქარხანაში სადაც 22,000 მუშაობდა და ყველა ბედნიერი იყო იქა და კონკურსი იყო ვინ მოხდებოდა სამუშაოდ 31 ქარხანაში 46 წლიდან 52 წლამდე 53 წლამდე 300 გიგანტი აშენდა საქართველოში 300 გიგანტი 7 წელიწადში და რატომ არის ეს საგინებელი ეს ვერ გავიგე ახლა რა მემკვიდრეობა ესე იგი დატოვა ამ საბჭოთა კავშირმა რომ იმას ლანძღავშენ და გამოდიხარდა საზოგადოებას ეუბნები მე ხარ იმიტომ გამოვედი და ამ ლათაიებს იმიტომ ყვები გაიგე რომ მოდი რა კომუნისტებო მე არა ვარ კომუნისტი მე სტალინელი ვარ მე 88 წელში ჩამოვაყალიბე საერთაშორისო სტალინის პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც მე თვითონ გუმბარიძემ გამიუქმა როგორც პრეზიდენტმა და არჩევნებში მონაწილეობა არ მიმაღებია იმის შიშით გამსახურდია შიშით და ის იყო კომუნისტი მაგრამ რაც გააკეთეს ხო გააკეთეს კაცო არა ხო გააკეთეს ჩვენ რაც ახლა მღვდლები გვყავს იმაზე უფრო კარგი აღარ იყო რაიკომის ნივნები და მიადგება ეს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და ორჯონიკიძე რო არ ყოფილიყო საქართველოს არ იქნებოდა ისი თუ არა თქვენ ვისი სალაპარაკო ორჯონიკიძე ვისზე ნაკლები ბიჭია რა სტალინთან შედარებით ეს პაიკი იყო ზეგი ერთ ვიღა სულელი ისტორიკოსი წერს სტალინის სულარი ცნობდა ორჯონიკიძე ისე ქონდა რევოლუციის გზა გავლილი და ძალიან მოწეფულობაში შეხვდნენ ერთმანეთს რა და მე ერთად გააგრძელეს ცხოვრება და ეს მუშაობა ხო და შენ თუ გონიათ რომ ეს უზარმაზარი გიგანტი რამაც მთელ მსოფლიოს გაუსწრო ამ ძიმე ინდუსტრიით და ამხანაგი სერგო ესე იყო როგორც ამხანაგი სტალინი იმაზე უფრო ხშირად იხსენებოდა ამხანაგი სერგო ცეხის უფროსმაც იცოდა ვინ იყო ამხანაგი სერგო და აქაც ისევე იყო საქართველოში ნუ იცით ხოლმე და ეხლა მე რას გთხოვთ აი ამას რო დავბეჭდავ ეხლა ხო აი ეხლა დავდებ მე ამას TikTok-ზე და რამენაირად მანიშნეთ რა ან დაჭერა რო უნდა რაღაცას რო რამდენი ვართ და რაღაცები აი რამდენი ხართ იმის მომხრე რომ ერთხელ ჩვენ შევიკრიბოთ ჩვენ აშენებულ სახლში კაცო ის პარლამენტის შენობა ამათი აშენებული კი არ არის ის კომუნისტების აშენებულია ის პარტიის საწევროებით არის აშენებული ის ცენტრალური კომიტეტი და ეხლა რო კგბ არის შიგნით ის საწევროებით არის აშენებული და ისე წაგვართვა ჩვენი ზედ გამსახურდია ექსპროპრიაცია გაგვიკეთა და ამან კი ეს კიდევ სტალინმა აშენებია იმას პატიმრებს ტყვეებს გერმანელ ტყვეებს იმიტომ არის ესე გალამაზებული და გაპრიალებული და იქ
საბორი დაუნგრევია თურმე და იმას მისტირიან ეს ტროცკისტები და მენშევიკები რა და იმათი ნაზირლები არიან ეხლა ვინც ეხლა მე არ მინდა რომ როგორ შეიძლება მიცვალებულზე ცუდი ვილაპარაკო ერთი კაცი რომელიც ალბათ რაღაც და იმისი ვიღაც რუსმა დაწერა რომ სპეციალური ჯგუფი ჩამოედით იმაში სტალინის მუზეუმში ხო და ისეთ ცუდად ლაპარაკობდა გიდი სტალინზე რომ დემონსტრატიულად დავტოვეთ და წამოვედითო ისა მუზეუმი დემონსტრატიულად დავტოვეთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ რა ამიტომ მოდი ჩვენ შევიკრიბოთ იქა იქნება დავრჩით კიდევ ხო რომ დაგვინახონ ხმის მიცემა ხო შეგვიძლია ჩვენ დავდივართ ხმის მისაცემა თუ არა ის ახალგაზრდები არ მოდიან იქ ხმის მისაცემად საშუალო ფერადად ცოტა ზევით აი ისინი მოდივართ ის ჩვენ აყავართ დაჯაბნებული და რასაც გვეტყვით იმას ვაკეთებთ კარგი და ამიტომ რატო ვითხრით მაინც და მაინც ესე იგი ისა უსაკმური კაციო იმას ჯიბრებში იმას იყიდა მახაც რა ისე გამოგდით რატომღაც რა შვაშია ორჯონი კიდე რომელიც 37 წელია მოკლ ისა მკვდარი და რომელმაც აჩენა ეს გიგანტური საბჭოთა კავშირი რადო იმ ტროცკისტებსა და იმ მენშევიკებს არ ახსენეთ ერთხელ მაინც რატო არ ახსენეთ ვინც ჩვენი მთელი სიმდიდრე გაყიდა ვინც წავიდნენ ვინც ლეგიონი შექმნა და კავკასიონთან იდგა ფაშისტურ იმასთან ედელბაისთან ერთად იმათ რატო არ ახსენეთ და სერგორჯარი კიდეთან რა გიდათ გამაგებიეთ ასე რომ მე ამის სათქმელად პირდაპირ ამაზე ხვალ დავიწყებდი სტალინელებო კომუნისტებო მოდი რა დღეს გაიმეტეთ თავი და ყველამ ესე იგი რაღაცნაირად შემატყობიეთ რომ მარტო მე არ მივიდე იმ თავრობის სასახლის წინ რომ ჩვენც ვიყოთ შეუერთეთ კონსერვატორებს იმათაც რაღაც მივმართავ აი ეხლაც ზურა ძალიან გთხოვ და აი შენს უფროს მეგობარსაც გთხოვთ რომ ერთად ჩავატაროთ ეს ღონისძიება ხო და ვთქვათ იქ ზოგიერთი რაღაცები რომელსაც ახაც არ ვამბობ ხო და თქვათ ეს ხელისუფლება ამათი მეხუთე კოლონის ძალით თუ ევროპის ძალით თუ რაღაცებით თქვათ წავიდა ხელისუფლებიდან ხო ესენი უნდა მოვიდნენ და ესენი უნდა იყვნენ ჩვენი ხელისუფლება აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ესენი ამათმა უნდა მართონ ქვეყანა 12 ფურცლიან ვეულზე არ არის დაწერილი როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ამათ გონიათ იქ ვიყიდი აქ გავყიდი ხო და ამით გადარჩება ქვეყანა და ამით აშენდება ქვეყანა და ტურისტი ჩამოვა და ის დახარჯავს ფულს და ვის გაუგია ტურიზმით აშენებული ქვეყანა გინახია ტურიზმით გაკეთებული ზარბაზარი გინახია ტურისტის მიერ გაკეთებული მუშაუდა იმას მუშა ჩარხშლებ უნდა იმ ტრიალი ხო და მეცნიერი უნდა იმას რომ დაჯდეს და წეროს და გამოიანგარიშოს და სხვადასხვა თელი მსოფლიოს ვაჯობეთ ჩვენ თურმე სკოლის მერხიდან ჩემი თქმით კი არ არის ესა ფიცჯერალდ კენედიმ თქვა ეს კიდევ 61 წელს ერთი წით ადრე ვიდრე მოკლავდი რომ ჩვენ კოსმოსში რომ წავიდა საბჭოთა კავშირიო ჩვენ ესე იგი სკოლის მერხიდან ვაჯობეს
რუსებმა ტექნიკაშიო და აი ამ მრეწველობაში. ხოდა აი მაინც არ გაინტერესებდა რამდენივად და ზოგიერთს კიდევ აქვს იმის საშუალება მანქანაც აყავს ვიღაცა ყავს ვისაც არ აყავს ვისაც არ შეუძლია ამ ფული არ აქვს რომ თბილისამდე იმგზავროს მე ზოგს რაიონებში დაუკავშირდებით წელს მეგობრებს ზოგს იქ მოდი რა ყველა კომუნისტები ვისაც ბილეთი გაქვთ თქონდო ბილეთი აწიოთა და ვანახოთ აი კიდევ არ ცოცხლები გაიგე აი ესე და ნუ გვასმენინებთ მეთქი ჩვენ გინებას რომლებმაც აყოლებული ქვეყანა დავტოვეთ და ნოლამდე დაიყვანეთ ამათ რა სალაპარაკო კაცო აი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ გამოდის და ლაპარაკობს ხო ტრიბუნაზე აი თქვათ მაგალითად აი ნაციონალების უფროსი რა თქო ვიღაცა ხო აი ისო მაგის გაკეთებული საქმე მანახე და მე წავალ და ჩემ გაკეთებულ საქმეს განახებ 700 სახლი რომ დავდგი ალაზნის პირზე იმას განახებ და ჩავიყვანეთ აჭარლები და დავასახლეთ იქა და 1000 გექტარზე ისა ვენახი გავაშენე რომელიც უზარმაზარ მოსავალს იდევა ეხლა აი ერთ მაგალითს ჩაგიყვან და განახე 2 წელიწადი ვიყავი სულ იმ ალაზნის ფილზე ბოლოს და ბოლოს უმატებთ ამ იმას რაღაცე 2 ციფრზე ავედით მალე 3 ციფრზე ახვალ ბიუჯეტის შევსებითა და წარმოების ზრდით ხო და ჩვენ კაბიკებზე ვცხოვრობთ იცით თუ არა თქვენ კაბიკებზე ვცხოვრობთ 47 წელიწადი ვიყავი ხელმძღვანელ სამუშაოზე და 400 ლარი მაქვს ხელფასი. არა მე ჩემზე კი არ წუწუნებ კაცო. ჩემზე კი არ წუწუნებ. ეს ქვეყანაზეა ესე, ქვეყანაზე. ზოგს ჩემოდენაც არა. მე ძალიან გთხოვთ. კომუნისტებო და სტალინელებო მოდი ერთმანეთს ჩაუჯექით მანქანაში ზოგი ავტობუსით ზოგი მატარებლით აღაცებით აი გთხოვთ რა გთხოვთ ვითომ ჩემი გაშვენების დღეა იმ დღეს და მე ხო პატივს ვცემთ არა და ვიღაცა როგორ მეფერებით და როგორ 100 წელიწოდს არ მინდა ოღონდ თქვენი თავი მანახა ეხლა იქა რუსთაველზე რომ ერთმანეთს სიმართლე უთხრათ რაც გვინდა ისა ვთქვა ჩვენ თავის ამათვის თუა სიტყვის თავისუფლება ჩვენთვის აღარ არის სიტყვის თავისუფლება ხო და ეს მალადეს მოგეს ქართველ კაცებს გვერდს შედგათ საქართველოს ქალებიო ამ ბრძოლებშიო ლადვასათიანი რომ ამბობს აი ნამდვილად სინდისკეპცები ისეთი სიტყვებს მწერენ ეს ქალბატონები რომ აი სემლები მომდის რა ნუ თუ ამისი ღირსი ვარ და ნუ თუ ამ სიტყვების ღირსი ვარ და სხვა და სხვა ხო მაგათ მე არ უღალატებ მე მაგათ და ბატონო პრეზიდენტო მე ხო იცი როგორი დამოკიდებული მაქვს თქვენი პიროვნების თქვენი გვარის მიმართ ალბათ იცით თუ არ იცით და გაიკითხავთ და გაიგებთ მოდი მეც სიპატივი და ჩამოდი და ნახე რა ბორჯომში რა ხდება აი ჩამოდი რა კაცო ერთხელ რა ხო გაინტერესებს რა და ჩამოდი მითხარი რომ აქ დავხვდე მე აქ ავარ ეხლას გაიგე მაგრამ აი როცა კი გადაწყებ და როცა კი დრო მოგეცემათ ჩამოდი და ნახე რა სხვას აღარ ვეუბნები ახლა იმიტომ რომ სხვა რამეში დამდებს ბრავს ახლა რომ მივმართო რაღაცები აი შენ ხო ახალი კაცი ხარ და არაფერი ის
უბრალოდ კაცურად, როგორც პრეზიდენტი, როგორც სპორტ ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, როგორც კარგი მოქალაქე, როგორც კარგი მეგობარი მთელი საქართველოსი, შენი მეგობარი არა ხარ შენ, მე შენი პატივისმცემელი ვარ და არა მეგობარი, მაგრამ გთხოვთ, რომ ჩამოხვიდე საქმის გულისთვის. მე ჩემ საქმეზე გეუბნები, არაფერს არ გაგეკეთებია, მე აქა მე როგორ გეკადრებათ, მე პირიქით დახვდებით, რომ თქვენ რო ჩამოგზანდებით აქა, მეც შემიშვებენ იქა, რომ ნახო რა ხდება. იქნება დახოცილი ხალხი ყავთ იქა, დამარხული და დამალული და იმიტომ არ მიშვებენ მე შიგნით, რომ არ გავცი ამათი რაღაც უბედურად გაკეთებული საქმეები. აი ეს მინდოდა მეთქვა და კიდევ ძირითადი რაზეც თქვი, აი მეცით პატივი გამომეხმაურეთ, დღე დამინიშნეთ, ეხლა სიცხეები თუა ცოტა რვაგრილდება, ან როგორცა აი დავთქვათ, ერთიანად დავთქვათ, ვილაპარაკოთ, მოვწერეთ, მეც მოვწერ, რომელი დღე დავნიშნოთ, როგორ და დიალოგი გავმართოთ ამაში, სულ ერთმანეთს აცხაყურებენ რაღაცებს და რა ვიცი კაცო ზღაპრებს უყვებიან და ჩვენ საქმეზე რო ვილაპარაკოთ, ამას ვერ მოახერხებთ, ან შვილიშვილს უთხარით, ან იმას, ან რაღაცას გავაგებიებთ ერთმანეთს რა. ძალიან გთხოვთ, აი ძალიან გთხოვთ, აი მეცით ამ მოხუცებულ კაცს ამ ბოლო და გამომეთხოვეთ და ბოლოს და გადაკოცდეთ ყველას და ამით დამთავრდება რა ჩვენი შეხვედრას და შეიძლება ჩემთვის ბოლო იყოს ეს შეხვედრა, მაგრამ ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან, რომ კიდევ ნახე სტალინელები და კომუნისტები ერთად დავმოყრილ. კარგად იყავით.